პრემიერ-მინისტრი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება ირაკლი კობახიძემ ბიუროკრატთა ორმაგ სტანდარტზე კონკრეტული მაგალითებით ილაპარაკა. საქართველოზე შეტევა კი მარტივად აიხსნება. ხელისუფლება არ წავიდა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ქვეყანაში არ გახსნა მეორე ფრონტი. საქართველოს ხელისუფლების მკაფიო პოზიცია არის, რომ არ აყვება deep state-ის თამაშის წესებს და მტკიცედ დაიცავს ქვეყნის სუვერენიტეტს. მთავრობის მეთაურის გზავნილებს სოფო ბერიძე გაგვაცნობს. დღევანდელ საკმაოდ ვრცელ ბრიფინგზე მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ორგანიზაციების მსგავსად ახლა საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში უკვე ჩაერთეს ეუთოც და როგორც მთავრობის მეთაური ამბობს, ამ პროცესს აქვს ერთადერთი მიზანი საქართველოს ეროვნული ხელისუფლების ჩანაცვლება სწორედ deep state-ის მიერ მართული რეჟიმით. მთავრობის მეთაური იხსენებს სწორედ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის პერიოდს და საუბრობდა დღეს იმის შესახებ, რომ მაშინ იყო არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, სისტემური პრობლემები ვლინდებოდა, სახელმწიფოებრიობა ჰქონდა ქვეყანას მოშლილი და მიუხედავად ამისა, ირაკლი კობახიძის განცხადებით, deep state-ის გავლენით მოქმედი დასავლური ინსტიტუტები სწორედ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ. პრემიერმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ იქცა საქართველო, ქართველი ხალხი და მის მიერ კანონიერად არჩეული ხელისუფლება deep state-ის მთავარ სამიზნეს სწორედ 2022 წლის შემდეგ. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ქვეყანაში არც ერთ შემთხვევაში არ გაიხსნა მეორე ფრონტი, საქართველო არ მიუერთდა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს და ასე დაიცვა საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყანაში მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება. პრემიერი ამბობს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების არჩევანი რჩება უცვლელი, ხელისუფლება არ აპირებს სუვერენიტეტის დაცვაზე უარის თქმას. არსებობს ცნობილი გამონათქვამი, რასაც პეტრე ამბობს პავლესზე, პეტრესე მეც ამბობს ვიდრე პავლესზე. ეს გამონათქვამი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ აბსურდულ რეზოლუციას საუკეთესოდ აფასებს. არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების გავსად უკვე ეუთოც ღიად ჩაერთეს პროცესში, რომლის მიზანი უსამართლო და სამარცხვინო ბრალდებებით, სანქციებით და ზეწოლის თუ შანტაჟის სხვა ბერგეტების გამოყენებით საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და deep state-ის მორჩილი აგენტურით მისი ჩანაცვლება. შეგახსენებთ, რომ როდესაც საქართველოს უცხოური აგენტურა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი მართავდა, საქართველოს სახელმწიფოებრიობა ჰქონდა მოშლილი, რაც მრავალი სისტემური პრობლემით ვლინდებოდა. აქვე შეგახსენებთ, რომ ამ ყველაფრის შემოქმედ რეჟიმს deep state-ის გავლენით მოქმედი დასავლური ინსტიტუტები დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ და მის მიმართ ქებას არ იშურებდნენ. ყველას გვახსოვს 2011 წლის 26 მაისი, როდესაც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმმა მშვიდობიანი მომიტინგეები ალყაში მოამწყდია და ისე რომ გასვლის საშუალებაც კი არ მისცა, უმოწყალოდ დაარბია, ხოლო რამდენიმე მომიტინგე მოკლა. მაშინ ხელისუფლების ამ და სხვა ამაზრზე ქმედებებს დასავლური ბიუროკრატია არათუ რეზოლუციებით ერთი კრიტიკული განცხადებითაც კი არ გამოხმაურებია. მეტიც საფრანგეთის მაშინდელმა ელჩმა რეჟიმის გამართლებაც კი იკადრა. ველად ახსნადია ისიც, თუ რატომ იქცა საქართველო, ქართული ხალხი და მის მიერ კანონიერად არჩეული ხელისუფლება deep state-ის მთავარ სამიზნედ 2022 წლის შემდეგ, როდესაც საქართველომ მეორე ფრონტის გახსნასა და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან მიერთებაზე უარი თქვა. სწორედ საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ ეროვნულ პოზიციას უკავშირდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წამოწყებული აბსურდული, მაგრამ მძიმე პროცესი, რომლის ფარგლებში საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ ყველა იმ ბერკეტს, რომელიც deep state-ს აქვს არსენალში, მათ შორის ერთდროს ავტორიტეტულ ევროპულ ინსტიტუტებს. სწორედ ამ პროცესის ნაწილია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციაც. რეზოლუციაში განშერებული ბრალდებები, რომ აბსურდულია, ამას თავად ეუთოს დოკუმენტები და განცხადებებიც მოწმობს. ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ეჭვქვეშ არის დაყენებული 2022 წლის საპარლამენტო არჩევნების, ანუ იმ არჩევნების ლეგიტიმურობა, რომელიც თავად ეუთომ და უდირმა შემდგარად და კონკურენტულად შეაფასეს. საგულისხმოა, რომ ევროპულ ბიუროკრატიას საქართველოს გავსად პრობლემები ჰქონდა უნგრეთთან, ვიდრე ქვეყანას ვიქტორ ორბანი მართავდა, აგრეთვე სლოვაკეთთან და სერბეთთან, ანუ ქვეყნებთან, ხელისუფლებებთან და ლიდერებთან, რომლებიც გამოკვეთილად ეროვნულ პოლიტიკას ატარებენ. deep state-ისთვის თავარი პრობლემა მოქმედი ხელისუფლებაა, რომელიც არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების, არამედ ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. ამიტომაა, რომ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან საქართველოს უსაფუძვლო კრიტიკისა და ცრუბრალდებების ქარცეცხლშია გახვეული. ამ ფონზე ჩვენი თანამოქალაქეების გარკვეულ ნაწილს შეიძლება გაუჩნდეს ილუზია, რომ სხვა სახელმწიფოების გავსად, რომლებიც არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს არიან დაქვემდებარებული, საქართველოს შეიძლება დახვეს deep state-ის თამაშის წესებს და ამით ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს ის ტურბულენტობა, რომელშიც ჩვენს ქვეყანას ევროპული ბიუროკრატია ამყოფებს.
ამ ილუზიის თავს მოხვევა სწორედ არაფორმალური ოლიგარქიული ძალის მიზანი. ეს არის ილუზია, რომლის ვერ შეცნობის ფასას დღემდე ეხდიან ერთ დროს ყველაზე წარმატებული ევროპული სახელმწიფოები. ეს არის ფასი, რომელმაც ეს ქვეყნები ეკონომიკურ სტაგნაციამდე, იდენტობის მოშლამდე და უმძიმეს ღირებულებით კრიზისამდე მიიყვანა. შესაბამისად, თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არჩევანი აქვს და ამდენ აბსურდულ რეზოლუციასთან და რევოლუციის თელობებთან გამკლავებას დიპსტეიტის თამაშის წესებზე დაყოლაჯობს, როგორც ამას თავის დროს ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი და უშუალოდ მიხეილ სააკაშვილი აკეთებდა, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს არჩევანი საქართველოს არა მხოლოდ ეკონომიკის და ტრადიციული ღირებულებითი სისტემის განადგურებად, არამედ სუვერენიტეტის სრულად დაკარგვად შეიძლება დაუსწრეს. არასუვერენული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში საქართველოს როგორც სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგება დღის ეს რიგში, რასაც საქართველოს მიმართ მეორე ფრონტის გახსნის მრავალგზის მოთხოვნაც მოწმობს. ქვეყნის შიგნით 100-კაციანი აქციები და ქვეყნის გარედან სანქციები. ამ ეტაპისთვის სწორედ ეს დარჩა დიპსტეიტს ერთადერთ ინსტრუმენტად საქართველოს და ქართული ხალხის წინააღმდეგ, თუმცა ვიდრე ქართული ოსნების ხელისუფლება ქართული ხალხის დაკვეთას პირნათლად ასრულებს და ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში უდიდესი გამოწვევების ფონზე სუვერენიტეტის დაცვას და ეროვნული პოლიტიკის გატარებას მტკიცედ და პრინციპულად განაგრძობს, ეს თელობაც წარუმატებლობისთვის არის განწეული. ბუნებრივია ამ კრიტიკული განცხადების ფონზე აქტუალურია შეკითხვა აგრძელებს თუ არა საქართველო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობას. ჩვენი ინფორმაციით ეს კითხვები თავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლებსაც ჰქონდათ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოს დელეგაციამ რეზოლუციის კენჭისყრის პროცედურა პროტესტის ნიშნად დატოვა. დღეს მთავრობის მეთაურმა კითხვაზე პასუხად გვითხრა, რომ საქართველო აგრძელებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობას, თუმცა ამ თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განაგრძობს თავად საპარლამენტო ასამბლეა საკუთარ საქმიანობას და დარჩება კვლავ ის ჯო ვილსონის დონეზე, თუ დადგება ჯო ვილსონზე მაღლა. ასეთი იყო ჩვენს კითხვაზე დღეს მთავრობის მეთაურის შეფასება. თანამშრომლობა გაგრძელდება, თუმცა ამ თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განაგრძობს თავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა თავის საქმიანობას, დარჩება კვლავ ჯო ვილსონის დონეზე, თუ ამოღდება ჯო ვილსონის დონეზე ზემოთ. ეს იქნება პრინციპული მნიშვნელობის საკითხი საქართველოს დელეგაციისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თანამშრომლობისთვის. ნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები. ასევე საინტერესოა განაგრძობს თუ არა ეუთო ოდირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს არჩევნებზე დაკვირვებას. საუბარია ბუნებრივია 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. მთავრობის მეთაურმა ამ კითხვაზე პასუხად თქვა, რომ ეს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება შესაბამისი პროცედურების დაცვით სწორედ არჩევნების წელს. და რაც შეეხება რეზოლუციაში არსებულ მოთხოვნებს, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ამ რეზოლუციაში არის ისეთი მოთხოვნების გაუქმება, რომელმაც ქვეყანა დაამშვიდა და ბუნებრივია, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ასეთი მოთხოვნების შესრულებას. პირდაპირ ეთერში სოფო ბერიძე საუბრობდა.